მას არ ვიღებ. და გამარჯობა. გამარჯობა ნინი, როგორ ახარ? როგორც პირობებს შეესაბამება და შეეფერება, ზუსტად ისე, შენ როგორ ხარ? მე ძალიან კარგად, რატო პირობებში რა გაქვს ცუდი რა იგულისხმება? ამ წუთას ვივარ ბესედკაში და ირგვლივ მყავს ორი ძაღლი. მე ძაღლები ძალიან მეშინია, ქუჩი ძაღლების და რაღაცა არა უშავს. ახლა შემორტყულად გრძნობ თავს? ხო, კი, მაგრამ ადამიანებს მირჩევნია რომ ძაღლები მისმენდნენ. ბუდაპეშტში წახვედი. კი, ბუდაპეშტში ვარ, ეხლა ბუდაპეშტიდან მოგესალმებით, ჩემი ქართული დროშით, აგერ ბოლომდე არ ჩანს, მაგრამ ეს მუდმივი, ანუ რეკვიზიტი არ გეგონოთ, ეს მუდმივი ნაწილია ჩემი სახლის. შემთხვევაში არაფერი არ შეცვლილა. გარდა იმისა, რომ შენ ბუდაპეშტში წახვედი და მე აგერ ბესედკაში გადმოვიდა სულე ავჭალაში. მაგრამ ცუდი ეს რა არის, რა ქვია, გარემო არ გაქვს ნინი, მინდა გითხრა, ძალიან სიმწვანეში ჩაფლული ჩანხარ. კი, ნამდვილად, ყველაფერი კარგად არის. ძალიან მიხარია და ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ წინა სუსუ პირველი ეპიზოდი მაქვს ჩემს სახლში ხო მაქვს ჩასაწერილი და ის ხარაჩო თუ რაღაცა არის, არ ვარ დარწმუნებული იმაზე, უნდა მჯდარი მსხდარი ყავით თუ არა. რამე გავაფუჭეთ თუ არა, მაგრამ არა უშავს. უკავშირებისთვის ყოველთვის მზად ვარ. ის დაცვის ტიპი თუ დაგადგა სახლში ეს ქუდებს ვინცმაზე. თან ძალიან კაი იყო. ის დღე ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ იმ დაცვამ ხვაგვიშვა და ავდივართ რაღაცებით მოკიდებული და ყვავილით და ჩამოვდივართ 2 საათში მშენებარე კორპუსიდან და ღმერთო იმ ადამიანის თავში ჩამახედა რას ფიქრობ და რას ვაკეთებ. ორჯერ ვიყავით მისული მიყოლებით გახსოვს, ანუ წინა დღესაც ვიყავი. ძალიან საეჭვოდ დავიარებოდით მაკაცის თვალში ჩემი აზრით. არა უშავს, ყველაფერი ხდება, იმაგას იმდენი რაღაცა იქნება, ნანახი არაფრით არ გავაკვირვებთ შენ ჩემი აზრით. ხო, თან ისე ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით, რომ რაღაცა ამ ყველაფრის გაშვების ფონზე ვიღაცებმა მოგწერეს, დაიწყო უკვე კონტაქტი და ძალიან საინტერესოა, ძალიან მომწონს. და დღევანდელ ეპიზოდის თემაზე რომ ვფიქრობდით რამდენიმე ხნის წინ, რაღაცა მაგის გამო რომ დაიწყეს ეს მოწერა და რაღაცები, ვიღაცებმა ჩათვალეს ადამიანებმა. რომ ჩვენ ვართ რაღაცა ძალიან ექსტროვერტი ადამიანები, ძალიან გახსნილები, ანუ კი არ არის საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, ანუ საწინააღმდეგოს კი არ ვამტკიცებთ. მაგრამ ისეთ საინტერესო თემა წამოვიდა, რომ რაღაცნაირად უცებ მოგვეწეპა იარლიყი ორივეს და შენც გაგვიზიარე ნინი რას ფიქრობ, რომ ვართ ძალიან ექსტროვერტები. შენ რას ფიქრობ ზოგადად? ხო, თან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ადამიანებს ეხება, ხო, ეს ყველაფერი და რაღაცა კატეგორიებად გვინდა თუ არა ვიყოფით ჩვენ და უნებურად. და როგორც მივხვდით, ჩვენი დღევანდელი თემა იქნება, ეპიზოდის თემა იქნება ინტროვერტების და ხოსორად მივხვდით. ხოსორად ვარ შემოსწული. და ჩვენი ეპიზოდი მინდა მიუძღვნა გოჩას და ნიცას. ეს რა არ ვიცი რაღაცა სანამ შემოხვიდოდი მაგრამ და Facebook-ზე და რაღაც საქორწილო ვიდეოებს მოშოვიდი რა ქვია ვუყურებდი და ვიღაცა გოჩა და ნიცას ვიდეო ამომიგდა და ძალიან მინდოდა რომ მაგისტრის მიმეწვია თუ შეიძლება შენი სტეპარტი იმედი მე გოჩა და ნიცა ვიყურებ ნახავენ ეს ეპიზოდი იქნება მე ჩაუგდებ შევინახე ლინკი და ჩაუგდებ მე რომ ჩვენ მოგიძვათ. კრედიტებში ბოლოს დავაწეროთ. ოკეი, ხა მოდი ცოტა სერიოზულ თემაზე გადავიდეთ და დავუბრუნდეთ უბრალოდ. ანუ რას ფიქრობ ზოგადად, ანუ კონკრეტულად ამ თემაზე, რომ რაღაცა ამასთან დაკავშირებით ეს. ხო, დასაწყისში რას ვთქვი რა ჩვენ დაუნებურად ადამიანები რაღაცა კატეგორიებად ვიყოფით და მე მაგალითად ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და საქმიანობიდან გამომდინარე ექსტროვერტის ამბავი მაქვს რა მიწებებული ყველას გონია რომ ყველგან ბედნიერი ვარ ასე ხალხმრავლობაში არა და იდეაში არის ზუსტად ის რომ ის ჩემი ბურთი და მოედანია რასაც იქ ვაკეთებ ყველაფერი დაგეგმილი მაქვს ყველაფერი გათვლილი მაქვს და უფრო მარტივია შედარებით განსხვავებით
სხვა სიტუაციებისგან, იმიტომ რომ მე ზოგადად ვფიქრობ, რომ აი შკალა რო გავაკეთოთ ინტროვერტების და ექსტროვერტების, უფრო ძალიან ესე გადაქანებული ვარ ინტროვერტებისკენ, იმიტომ რომ ეკო მაგის მუღამი და იდეა ხო არის, რომ ინტროვერტი ტიპი ადამიანებისგან კი არ იღებს ენერგიას, მარტო ყოფნისგან და მარტო რაღაცეების კეთებისგან და ჩემი თავი რაც კი დამიფიქსირებია ბოლო წლების განმავლობაში, რაც თავი მახსოვს, მაინდა-მაინც კარგი მეხსიერება არ მაქვს, მაგრამ რაც მახსოვს ის მონაკვეთი, განსაკუთრებით ბედნიერი ვარ ხოლმე, როდესაც სახლში ვარ, რაღაცებს ვუყურებ, რაღაცებს ვკითხულობ, მაგ ამბებში ვარ ჩართული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესე ცალსახად ფიზიკურად ვერ ვიტყვი, რომ ინტროვერტი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიღაცა მეტყვის, რომ გაწმინდა რა, კაია. ძალიან ბევრი ვიღაცა მეტყვის, რომ შენ ცოტა ვერ ახარ რა, ინტროვერტი, ჩვენ მგონია, რომ ესე ხალხთან საუბარი ძალიან გიყვარს, იმიტომ რომ ტრენინგების ჩატარება და მსგავსი რაღაცების კეთება რომ იწევს. იქ არ ვიტყუები, ესე არ მინდა ეხლა ვიღაცამ გაიგოს, რომ რაღაცას ვირგებ სახეს და ძალიან უბედური ვარ იმ როლში. არა, იქაც ბედნიერი ვარ, უბრალოდ იმ რაღაცებს ენერგიას იქ რო დავხარჯავ, მერე მარტო ყოფნა ყოველთვის უფრო ბედნიერს მხდის და ამას წინაც შენთან მიხსენებდი, როგორც მახსოვს, რომ აი უცხო ადამიანებთან აი განსაკუთრებით მაღაზიაში რო შევდივარ და ჩემი ფოთვის ერთ-ერთი ის არის, რომ კონსულტანტი რო უკან მომყვება და აი მაგ დროს მინდა რომ მიწა გამისტკდეს და ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, მათ შორის გუშინაც, რომ აი ერთი კარებიდან შევედი და მეორე კარებიდან გავედი, იმიტომ რომ აი არ ვიცი საქართველოში სამწუხაროდ ექთული რაღაცები გვაქვს, ცუდი ჩვევები გვაქვს კონსულტანტების ამბავში, რომ ესე მომყვებიან, არ ვიცი რა, რატო ალბათ გონიათ რომ რაღაცის მომპარავი ვარ. არ ვიცი, მაგრამ ძალიან ისეთია დისკომფორტია შემთთვის და აი ძირთად უცხო ადამიანებში თუ ვიცი რომ ტერიტორია ჩემია და ბურთი და მოედანიც ჩემია, მაშინ როგორც თევზი წყალში ისევა. ანალოგიური სიტუაცია რაღაცა უცხო ადამიანების დაბადების დღეებზე, რომ თუ მაგალითად იქ თავშეყრილი ხალხის 70-80% ჩემგან სრულიად უცხო ადამიანები არიან და პირველად ვხედავ, აი თუ ვინმე მასე დამპატიჟა და მივედი, ანუ ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანს. ძირითადად არ დავდივარ ხოლმე და რაღაცა სრულიად მიზეზებს ვიგონებ ამ ყველაფრის რაღაცნაირად. დარწმუნებული ხარ, რომ ამის თქმა ეხლა აქ გინდოდა? არა, იციან, ვინც ჩემთან ახლოს არის, ძირითადად შემთხვევაში იციან, იმიტომ რომ როდესაც რაღაც მეპატიჟებიან, ჩემი პირველი კითხვა არის ისეთი, ვინები მოდიან, ვის ვიცნობ იქიდან და თუ რაღაც ჩამონათვალიდან ნახევარზე მეტი მინიმუმ მაინც ჩემი ნაცნობი არ არის, აღარც მათლიან მიზეზების გამოგონებას პირდაპირ მეუბნებიან, რომ კაი, შენ მერე გნახავ. თალკე. ხო, არა, გეთანხმები. მეც ძალიან ვიზიარებ შენ რაც თქვი ახლა ზუსტად რა და მაგიტომაც წამომივიდა ეს იდეა, რომ ანუ რაღაცა ეს ხო გვიყვარს, რომ გადავწყვიტოთ, რომ ეს ადამიანი არის ესეთი, ეს ადამიანი არის ესეთი, რაღაცა შუაშისტი ამბები არ მოგწონს ხოლმე ჩემი აზრით რა. ეგრევე შენ თუ ექსტროვერტი ხარ, ყველგან ექსტროვერტი ხარ, მორჩა. და მეც გეთანხმები, ანუ მეც ზოგადად მგონია, რომ ვითვლები, რომ უფრო ექსტროვერტი ტიპი ვარ, ვიდრე ინტროვერტი. და ამ დროს აი ძალიან მსგავსად რა, აი რაც ახსენე ხა და როგორც დაახასიათე, ანუ ძალიან ჩემ თავს მაგონებს ეგ ყველაფერი, ოღონ იმ განსხვავებით, რომ მე მაინც დავდივარ ხოლმე და არ ვიგონებ. მე უბრალოდ არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. და ისე ადრე უფრო ახლა რაღაც ამ ბოლო პერიოდში უფრო შეიცვალა, ანუ უფრო ვისწავლე ადაპტირება. აი სამსახურიდან გამომდინარე მიწევს ხოლმე ხშირად, ჯერ ერთი ლექტორი ვარ, როგორც წინაზე ვახსენე და აი ხა ლექციაზე ინტროვერტად ვერ დავუჯდები სტუდენტებს რა. თან ძირითადი სტუდენტები მყავს პირველ კურსზე, პირველი სემესტრი ვისაც აქვთ რა, და ანუ იმათ ძალიან ჭირდება ესე, რომ რაღაც აქტიური იყო და ანახო რაღაცა ინტერაქციაში შეხვიდე, ალაპარაკო და ასე შემდეგ.
და მაგის გარდა კიდე კონფერენციებზე მაგალითად. აი კონფერენციებზე მჭირდება ხოლმე ეს სოციალური ელემენტი, რასაც ქვია რა, social battery. ანუ ეგ უნდა დავტენო ძალიან კარგად მას ადგილებზე რომ მივდივარ, იმიტომ რომ მე იქ უამრავ ადამიანს უნდა დაელაპარაკო, უნდა შეხვდე, უნდა გაიუღიმო, გაიცნო, მე ესენი მოდიან შენთან და აი ეგეთი კონფერენციების მერე დაახლოებით ერთი კვირა მჭირდება, მაი მართლა თუ დიდი კონფერენცია იყო და რაღაცა 2 დღე ვიყავი, 3 დღე, მართლა ერთი კვირა არაფერი აღარ მინდა, აი მართლა. მინდა რომ სრულად დავიცალო და დავისვენო და ხო, მე ვიღდგენ ძალებს ისევე და ისევ შემიძლია ფუნქციონირებას დავუბრუნდე, მაგრამ ძალიან მღლის, ანუ ეს სოციალიზაციის პროცესი, რომ აი გაიცნო ეს ადამიანი, თან აი არ ვიცი ხა შე რამდენად გაქვს ეგ გამოწვეული ჩემს სფეროში რა სადაც უნივერსიტეტში რომ მუშაობ და რომ მიდიხარ სადმე აი მუდმივად რაღაც არ ვიცი შეჯიბრივით არის რა რომ ყველამ უნდა გაგიცნოს ყველასთან უნდა მივიდეს რაღაცა აი ვიღაცა ცოტა პოპულარული ტიპები რო არიან რიგით დგას ხოლმე დალაპარაკებაზე მართლა ანუ ეგ ცოტა უკვე მაღიზიანებს და ძალიან ზედმეტებში გადადის ხო ანუ რიგში რანაირად უნდა იდგე ვიღაც ადამიანის გასაცნობად ხო და ხო, ეგეთი რაღაცები ძალიან მიშლის ხოლმე ნერვებს და კი, ისე სხვათა შორის მაგასთან დაკავშირებით, აი ადრე სოციოლოგიაზე მასწავლი მაქვს, იუნგის თეორია. ანუ იუნგი ზოგადად აი მაგაზე ექსტროვერტობაზე და ინტროვერტობაზე ლაპარაკობს და შენახსენე ხა რაღაცა სპექტრიო, ხო? თუ რაღაცა მსგავსი სიტყვა ახსენე. ხო, ზუსტად ხო, სკალა ახსენე შენ. ხო და სპექტრია რა. რაღაცა რომელიც ანუ არ არის აუცილებელი რომ ცალსახად ან ექსტროვერტი იყო ან ინტროვერტი ანუ ძალიან ბევრ რამეზეა ხო დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე სათხარ ვისთან ერთად ხარ ძალიან გეთანხმები მაგაში რომ აი სხვადასხვა ადამიანებთან მე თვითონაც ძალიან სხვადასხვანაირი ვარ რავი ბუნებრივიც მგონია ოღონდ ეგ რა კომფორტის დონეზე არის ეგ დამოკიდებული ხო ანუ ვისთან როგორ რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს და რამდენად გახსნილი შეგიძლია იყო გამახსენდა რომ ბოლო რამდენიმე წელია, სადღაც 1-2 წელია დავძლიე ის კომპლექსი თუ არ ვიცი რა ქვია, რომ უცხო ნომრებს არ პასუხობდი. არ ვიცი რა მჭირდა, არა და ვის რა ჭირდებოდა შეიძლება ან სამსახურიდან ან სამსახურს გარეთ, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხებდი უცხო ნომერს და მათ შორის ნაცნობიც რომ მირეკავს, აი რო ვიცი რომ რაღაცა ძალიან მასტი არ არის იმ რაღაცის გაკეთება. ნუ ამ ბოლო დროს პასუხობ, მაგრამ ძალიან დისკომფორტია. ყოველთვის მირჩევნია, რომ მივწერო ან ვოისი გაუგზავნო, ვიდრე იმ ადამიანმა რაღაცა ესე ლაივ რეჟიმში მელაპარაკოს. გადავაგორე, მინიმუმ ვიღებ ტელეფონს, სადღაც 70-80% მაინც. მაგრამ რო გითხრა რომ ძალიან ბედნიერი ვარ მაგ დროს რომ მოგატყუებ. აი ალბათ ეგეც ერთ-ერთი გამოხატულებაა მაგ ყველაფრის. ხო, ანუ მაგ თემაზე გეთახმები, ანუ მაგ ტელეფონებთან დაკავშირებით და მეც მქონდა მსგავსი და უბრალოდ მაქვს კიდევაც რა, ძალიან არ მიყვარს უცხო რომ ირეკავს ესე რაღაცა გაუფრთხილებლად რა. ძალიან ახლო ადამიანებისგან კი, მაგრამ უცხოსგან არა და თან ესე რაღაცა უცებრო გადაწყვეტს რომ დაგირეკოს. და სხვათა შორის აქ ფიქრობდი რომ ის პრობლემა მქონდა რომ აქ ძირთად უნგრულად მირეკავენ და არ მაქვს ხშირად რას მელაპარაკებია ხოლმე და მეგონა რომ ეგ ამბავიც იყო, მაგრამ ხო, შეიძლება რაღაც მაგ ექსტროვერტ ინტროვერტობასთანაც არის დაკავშირებული. ხო, საინტერესო თეორია ეგეც. მგონია რომ ადამიანები რაღაც მხრივ არ უცემთ ხოლმე ერთმანეთის პირაციურს პატივს. აი მაგალითად ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, გუშინ წინ დედაჩემი ელაპარაკება და ჩვენ ძველ ნათესავს რა. აი ესე ხო ელაპარაკება და წამოწოლილი ვარ იქეთა მხარეს და ამ წუთას ერთი წუთით ნინის დაგალაპარაკებს და ნუ აქვს რა ის რა ქვია. მეთქი რა ხდება? ელაპარაკები, იქნებ ვალი მაგი ადამიანის და მემალები, მაგრამ აი არა. ესე ძალიან თაობების დაყოფა არ მინდა მაგ მხრივ და სტერეოტიპული ტიპი რო არ გამოვჩნი არ მინდა, მაგრამ ესეც მგონია რომ პირაციურსაც მაგ მხრივ მაინდა-მაინც პატივს არ ვცემთ. ახლა მე მან იცი რაც მგონია კიდე რომ ანუ იმდენად ახალია მაგ თაობისთვის ეს რაღაცა ვიდეოთი დანახვა ადამიანის ანუ წარმოიდგინე მთელი ცხოვრება ანუ ჩვენ უმეტეს ცხოვრება მაინც გავატარეთ მეტნაკლებად ამ ვიდეოებში და მათთვის ანუ ტელეფონი იყო ანუ ტელეფონზე დალაპარაკება და ახლა ეგრე ისიც მკაცრიც ნუ იქნები ნინი მოდი არა უშავს ახლა იცექი
მე ძინა ლამის არა ხო უხუმრობ ხო რაღაც არა მეც მქონია ეგეთი შემთხვევა დინასთან არა მაგრამ ხო მაგრამ ისე სხვათა შორის ადამიანების დაყოფა ინტროვერტ ექსტროვერტებად არა მაგრამ მე მიყვარს რაღაცა ესე ჩემებური ის მაქვს რა ქვია არ ვიცი სხვაებიც იზიარებენ თუ არა ამ ამბავს მაგრამ მე მიყვარს ცხოველები და ჭკვიანები ესე რა ცხოველები ანუ უფრო მრავალფეროვანი მიყვარს რა ცხოველები რაღაცა ჯიშები ვაშე ვაფშე სხვა ლეველზე ხარ ან ძალიან ცუდად ჟღერს ეხლა მაგრამ ავხსნი ამ ჯიშს რაც გულისხმობ რა ანუ მაგალითად ეხლა ცოტა ხმაღლა რა ვთქვი პირველად ეხლა სხვანაირად გაჟღერდა ანუ მაგალითად ჩემ ქმარზე ხშირად ვიძახი ხოლმე რომ რა ქვია ლაბრადორია თქო რა ვინც იცნობთ ჩემს ქმარს შეგიძლიათ შეაფასოთ და დამეთანხმოთ ან არ დამეთანხმოთ მაგრამ ისეთი ტიპია რა რა ყველას უყვარს რაღაცა მხიარული ძალიან დადებითი აურა და აქვს ყველგან ჩემი აზრით და ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს ძირითადად რა ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი ამ წუთას და ხوار გვეთამაშა ბარემ და ვლაპარაკო ბარემ და გვეთამაშა კი აბა რას მთავაზობ მოდი იმიტომ რომ მეც მაქვს რაღაც იდეა იცი რა ვქნათ სახელი და გვარი მივწეროთ ერთმანეთს მესენჯერში აი მე შენ დაიწყე შენ მომწერე ვიღაცა რამდენიმე წამი ვიფიქროთ, ოღონ ძალიან ახლა საათობით უნდა ვწდებით. რამდენიმე წამი ვიფიქროთ ამ ადამიანზე, რომელიც ყოველს თვისებებით შევადარებთ და მე ნოუთებში დავწეროთ და ვაჩვენოთ ერთმანეთს. მზად ხარ? კი ბატონო. კარგი, მოიცა ერთი წამი. გამოვუშვი. არ არსებობს. რომ გაგახსენა მამი ვიცი ვსო ვიცი დაიცა დაწერე კი 1 2 ვაიმე მე ყავა მიწერია ვიცი ძალიან კაია მაინც მსგავსად ახლოს ვართ ხო რაღაცა სიდინჯესთან სიტყვიანესთან დაფიქრებულ საუბართან ასოცირდება ეგ ადამიანი ჩვენთვის და ჩვენთვის თორემ საერთოდ ვლაპარაკობ ჩემთვის და რაღაცა კარგი ასოციაციები მაქვს კი მე რატომ სულ ცუდი ადამიანები თავში მოსაწერა და შენ რა კარგი რაღაცა განახსენდა და თან ისეთია რაღაცა საყვარელია თავიდან პანდას ფიქრობდი სხვათა შორის მაგრამ რაღაცა ვიზუალურად იმენად არა პანდა არის რომ მაგიტო წავედი სხვა რაღაცაზე მაგრამ ხო კაია მიდი ახლა შენ მომწერე ერთი ჩემი მაიმუნი ძალიან სხვადასხვაგან ვართ მე კატა დავწერე და შენ მაიმუნი მე დავწერე რატო იცი რომ ესე მგონია რომ ძალიან ფლექსიბლ ტიპი არის რა რომ შეუძლია რომ ერთი ტოტიდან მეორე ტოტზე ყოველგვარი დაფიქრების გარეშე გადახდეს რა უკან ბევრ რაღაცას არიაზრებს მიუხედავად ამისა ძალიან კეთილია და ისეთია რა კარგ შთაბეჭდილებას მე რაღაცა ცოტა ისეთი ბოდიში მინდა გადამფიქრობის შეგრძნებას მიტოვებს ხო ანუ კატას ვიზუალურად მაგონებს კატას რაღაცნაირად და ძალიან ისეთია კატასაც ხო ბევრი სიცოცხლე აქვს და ბევრი სხვადასხვანაირი მრავალფეროვანი შეუძლია იყოს და ეგეც მგონია რომ მსგავსი მრავალფეროვანია და თან საინტერესოც არის ესე ვფიქრობ ძალიან საინტერესო რაღაც მხრივ დავემთხვიეთ მოკლედ ერთმანეთს ხო ნუ იმდენი ის ახსნებით დავემთხვიეთ ხო რაღაცა მე წავედი პირველზე ხო დავემთხვიეთ კი ერთი შენ და მე დავამთავროთ მოდი მიდი სხვადასხვაგვარი არ არის, მაგრამ ჭიანჭველა რა რაღაცა მე ვხვი დავწერე რა ჭიანჭველა ეხა ამიხსენი რატო გულისხმობ ჭიანჭველას რა ძალიან შრომის მოყვარე ტიპი მგონია და მგონია რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მის მიზნებს მიაღწიოს რა თავიდან შეიძლება რაღაცა ძალიან დიდ ბარიერს თუ შეეჩეხება უცებ სტოპ ის კონდეს
მაგრამ მე ერთიან ძალებს მოიკრებს და ესე გადაზიდავს მოკლედ იმ პრობლემას ძალიან საინტერესო კარგი ახსნა გაქვს ჭიანჭველაზე, ხო? ამიტომ რაღაცა უცებ თანამდეც გაუსწორდება. ხა მე ვეფხუზეც ძალიან მსგავსად იმას ავქენი, უბრალოდ მე ერთ თვისებას დავამატებ, ხა შენაც ახსენი, იმასე ცოტა ისეთია, აი კაცრი რაღაცნაირი ის აქვს რა. და აი მაგიტო ვეფხვისკენ წავედი, რაღაცა ძლიერი, მებრძოლი და რაღაცა მსგავსი სულის მატარებელია რა, მებრძოლი იმის და თან ცოტა ისეთია, რომ შეუძლია რომ როცა საჭიროა, იქ მკაცრიც იყოს, რაღაცა ისე თქვას და ისე გააკეთოს როგორც უნდა. და მაგიტო დავწერე მე ვეფხვი. ანუ შენ ხო ეგ არის განსხვავება ეხლა რომ დაფიქრდე შენ ჭიანჭველას და ჩემს ვეფხვს შორის რომ ცოტა სხვა ერთი თვისებით ნაკლები დაახასიათე შენ. აუ ლათინურად დაგიწერე ბოდიში. მტრედი, ვაიმე მტრედი, მე დავწერე ლეკვი. ლეკვი. აუ ხსნა? ვიდი ახსენე. ჯერ ერთი მაგიტომაც რომ აგერ ვხედავ და გამახსენდა, მაგრამ ასოციაციურად წავიდა, იმიტომ რომ ძალიან ესე აქეთ-იქეთ მიმავალი ტიპია რა. ეგეც ცოტა არასტაბილური მგონია, აქეთ-იქეთ წასვლა და ბოდიალი, ოღონდ ფიზიკურად არა. აზრობრივად ძალიან უყვარს ჩემი აზრით და ესე მგონია რომ ძალიან სტანდო ტიპია, რომ რაღაცას რომ მე ყოველ შემთხვევაში მართალია გვარი თუდად მახსოვდა და კაია რომ აქ ნათელი არ მოეფინება ვიზე საუბრობთ, მაგრამ რა გამოცდილებაც მქონდა ამ ადამიანთა ყოველთვის ეს სასტიამოდოთ მახსენდება და სულ ისი არა რომ რაც ძალიან ერთგულის და სანდოშ დაბეჭებას ტოვებდა ყოველთვის. მე ძალიან მიყვარს და თან მაგიტომაც დავწერე ლეკვი, რომ რაღაცა ეგეთი ერთგული ადამიანი მგონია თან მიუხედავად იმისა რომ რაღაცა არ არის ხა ძალიან ახლო, ერთგული ადამიანია, მაგრამ თან ანუ ზაღლივით ერთგულია, ანუ ლეკვივით, იმიტომ რომ საყვარელია თან რა. მე რაღაცა ეგ და ხო აი კაი ბევრი კარგი რაღაც გამახსენდა ეხა უცებ მაგას. ერთი, ორი. მე კურდღელი დავწერე. კაი, მე დავიწყებ და მე რა ესე განსხვავებულად რა და მაგრამ მე გეტყვი ახლა რა. ძალიან მაგიტომაც მომწონს უყურე ეს ცხოველების ახსნები, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანია რა. ანუ არ გაკრავს არაფრის იარლიხს და არაფერს რაღაცა ესე. ანუ კურდღელი რატო? ანუ ბაჭი არ დავწერე სპეციალურად დავწერე კურდღელი. და ამაზე ასოციაცია მაქვს, აი როგორი ტიპია, იცი, ვინი-პუჰი მულტფილმი ხო იცი? აი ვინი-პუჰი რო კურდღელი არის, რაღაცნაირი ძალიან მოწესრიგებული რო უნდა რო იყოს და ძალიან რაღაცა ესეთი აი სულ ფორმაში რო არის და სულ რაღაცას რო აკეთებს, აი ეგეთი ტიპი წარმომიდგენია. თუმცა ისეთი ხმაურიანი და რაღაც არ არის, წყნარი ტიპია უფრო, მაგრამ ხო რაღაცა ეგ შთაბეჭდილება მიჩნდება მაგ პერსონაჟის ასოციაცია მოაქვს და ამიტომაც კურდღელი. ახლა შენ რატო თუთიყუში? ხო, თუთიყუში, იმიტომ რომ მე ცოტა განსხვავებული ისა მაქვს, რა ქვია, ბევრი ლაპარაკი უყვარს, მაგრამ ჭკვიანური ლაპარაკი რა და აი როგორც ესე თუთიყუში ძალიან ბევრი ფერი აქვს და ლამაზია, მაგრამ მოკლედ გარემოს შეუძლია ძალიან მარტივად მოერგოს, ძალიან ადაპტირებადია და ეგ არის ძალიან მაგარი თვისება ადამიანში, რომ აი ესე ერთი ადგილიდან მეორეში ჩაქსოვინებს, всё, კარგად. აი გალიაშიც ბედნიერია, გალიაშიც მონახავს მის საქმეს, რასაც აკეთებს და გალია რო გავუღო, ცოტა შეიძლება დაბნეული იყოს, მაგრამ მე მისთან მალევე მოვა აზრზე. კი და ძალიან ესე ჩაბეჭება მაქვს მოკლედ სახელი რო ვთქვა. ხო, საინტერესოა ეს რაღაცა ძალიან აუცდით ამ ადამიანზე ერთმანეთთან და ერთმანეთს. მაგრამ ხო, იმიტომ რომ მე მგონი ძალიან დიდი დრო არც ერთს არ გვაქვს გატარებული ამ ადამიანთან და ალბათ კარგადაც არ ვიცნობთ. ხო, თან სხვა პერიოდში. დაღარგო და არის მაღალი ცისფერტვარი. დაბალი შავგვრემანი. სხვა ადამიანზე ხო არ ვლაპარაკობთ. არა, უბრალოდ შენი ცხოვრების სხვა ეტაპზე იცნობდი სხვანაირად და მე ვიცნობ მე ვიცნობდი და გავიცანი. მე მაგის მერეც ვიცნობდი. უყურე, შენ რო იცნობდი, მაგის მერეც ვიცნობდი. მე რაღაცებზე მქონდა კიდე ურთიერთობა.
ხა, მაგრამ ნუ საერთო ჯამში არა, კარგი ადამიანია ნამდვილად. რო შევაჯამოთ ახლა, მოდი რაღაც დასრულებისკენაც წავიდეთ. ძალიან მომეწონა ეს თამაში, ძალიან კარგი იყო. იმედი მაქვს არავისთვის საწყენი არაფერი არ გვეკეთებია და არ ჩავაფიქრებთ ძალიან ვიღაცებს. სპეციალურად არ აგვირჩევია ესეთი ადამიანები, ვინც არ გვევასება, ხო ნატა? ნამდვილად, ჭკვიანურად მოვიქეცით, ჩემი აზრით ეგ ძალიან კარგია. აბა შენ რას ფიქრობ? დღევანდელი დღე რო შეაჯამო, ეხა ეს ჩვენი საუბარი. საინტერესო იყო, ჩემი გულის ნადები ვთქვი ინტროვერტობაზე და მე მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანის წუხილია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა საზოგადოება ჩვენი ერთი კონკრეტული როლიდან, ფუნქციიდან, პროფესიიდან და ქცევიდან გვაწებებს რაღაცა იარლიხს და გვეუბნება რომ всё, დღეს თუ ასე ხარ და ამ საათში ასე ხარ, ხვალ ზეგმაზეგაც მასე ხარ და სხვა მოლოდინები შენგან და როდესაც განსხვავებულად მოიქცევი, ცოტა ისე გეუბნება რომ რა გჭირს გუშინ წინა რანაირად იქცეოდი და ახლა რა ხდება და მაგაზე რო ვისაუბრო რაღაცნაირად მომეშვა. დაიცალე. გეთანხმები, ყველაფერში გეთანხმები და ერთი რაღაცა, რაც ძალიან მომეწონა ახლა დღეს ეს თამაში და რატომ მომეწონა? იმიტომ რომ ამითი რაღაცნაირად დავამტკიცეთ ჩვენ თვითონ, რომ ერთი და იგივე ადამიანი როგორ სხვადასხვანაირად შეიძლება აღვიქვათ რა. აი მარტო იმის კი არა რაღაცა სახალისოც იყო ჩემი აზრით, მაგრამ თან ის რომ ერთი და იგივე და ამ ადამიანებთან უმეტესობასთან ერთად გქონდა, ნუ ცოტა სხვადასხვა დროსაც, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც ერთად გავატარეთ რაღაცა სხვადასხვა პროექტში და მაინც როგორ სხვანაირად აღვიქვამთ ამ ადამიანებს და ეგ არის ზუსტად საინტერესო და მთავარი ხიბლი, რომ არც ჩვენ არ მოგვაკრათ იარნიყები, რომ ვაი და აუცილებლად ექსტროვერტი ხარ და არც სხვებს არ უნდა მივაკრათ ჩემი აზრითაც. საინტერესო იყო ადამიანები განსხვავდებით სხვა სიტუაციებში ერთმანეთისგან. ახლა მე ისეთი როგორიც სახლში ვარ, რანაირით სახლში ვარ და პასე რო სამსახურში გამაგდებენ სამსახურიდან, ხო? და ანალოგიურად სამსახურში რანაირადაც ვარ. ოღონდ ყველაზე მთავარი მუღამისა რომ არცერთ არ ვთამაშობ. ასეთი ვარ, უბრალოდ იმ ჯგუფისგან, სადაც იმ წუთში რაღაცა ურთიერთობა მიწევს, სხვა მოლოდინები აქვს იმათ შემგან და რაღაცნაირად ვცდილობ რომ გავამართლო. ან ვცდილობ და არ გამომდის. ანუ ხო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი გარემო ფაქტორი არის, რაც მოქმედებს ჩვენს ემოციაზე, ხასიათზე, ანუ მარტო ის კი არა, რომ მათ რა მოლოდინი აქვთ. ჩვენ როგორ გავიღვიძე დილით ეხა და რამე რა სიზმარი ვნახე, მე რა ვიცი ეხა. დღეს როგორ ხასიათზე ვარ, ეხა ძალიან რთულია, ყოველდღე ადგე და ესე ძალიან დაცრილმა შეაღო, ანუ კი ვცდილობ და ეგ მგონია პროფესიონალიზმის ნაწილია, რომ სახლის პრობლემები სახლში რჩება და მე სამსახურში აბსოლუტურად ნულიდან იწყებ, მაგრამ მაინც ანუ მეტნაკლებად ემოციურად მოქმედებს ეს, ემოციური არსებები ვართ ძალიან ადამიანები ზოგადად და ეს ყველაფერი განაპირობებს და მაგიტომაც არის საინტერესო და სახალისო ერთმანეთზე ლაპარაკიც, ერთმანეთთანაც ლაპარაკიც. მე გამისწორდა დღევანდელი ეპიზოდი ძალიან. იმედი მაქვს ძალიან ხარისხში არა ვარ და რაღაცა ხმა მაინც ისმის, იმიტომ რომ ბუდაპეშტში უკეთესი ინტერნეტი ყოფილა. ცოტა ხანში დავტესტავ. ხო, და ის ფიზიკაში ვზივარ და ფიზიკურად ვერ გაკაჩა ტელეფონის ინტერნეტი. არა უშავს, ესეთ ნაწილია. ჩვენც ვსწავლობთ ახლა ამ პროცესში ვართ და თან იმედი გვაქვს, რომ შემდეგი თუ არა, შემდეგი მაინც ისევ ფიზიკურად დავბრუნდებით. აი ახლა ვნახოთ ეს როგორი გამოვა. როგორ დამონტაჟდება და რანაირი პროდუქტი იქნება საბოლოო, რომ კარგი თანახოთ ჩვენ ხო ვცდილობთ რომ კარგი რაღაც მივიტანოთ საბოლოოდ ჩვენს მაყურებლებთან და ვნახოთ როგორ იქნება და შევხედავთ ამის მიხედვით გადავწყვიტოთ მერე ონლაინაც გამოდის და მოგწონთ თუ არა ონლაინ, საერთოდ თქვენს რო გითხრათ ეგეც კარგი იქნება. მოგწონთ თუ არა ეს ონლაინ ეპიზოდები ჩაწერილი თუ გირჩევნიათ რომ ესე რაღაცა პირდაპირ ეთერში კი არა და ერთად ვიყუროთ ხოლმე. გირჩენიათ რომ ნატა ჩამოცხავდეს საქართველოში ან ნინი წავიდა სადღაც შორს, მაგრამ შენ ჩამოდი მე მეზარება ეხლა ეს რა ქვია, აბარგება და ერთი ამბები. შენ ჩამოსვლა მიგჩევია. დავამშვიდობოთ ერთმანეთს. კარგად, მადლობა ვინც აქამდე გუყურეთ და ვინც აქამდე მოხვედით და კიდევ ერთხელ სადღაც დაგვასაბსკრაიბეთ. გააზიარეთ და კომენტარეთ, არ ვიცი, საითაც იქნება, შეიძლება არასწორად ვიშვერ და ძალიან შტერი ვჩარვარ ახლა ხელებს რომ ესე აქეთ იქით, მაგრამ ხო ყველაფერი და კარგად. Ciao, пока.